მოგესალმებით მეგობრებო. მივესალმები ყველა ჩემს გაუნწერს და მსმენელს დიდი სიყვარულით და მინდა დღეს შემოგთავაზოთ ესეთი გაშლა, რომელიც არის ძალიან უცნაური და დღესდღეობით, ჩავთვალე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ აი ეს გაშლა გამეკეთებინა. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანების უმრავლესობა არიან რაღაც გარკვეულ თვითგვემაში და თვითბრძოლაში საკუთარ თავთან. პირდაპირ მნიშვნელობით მიმდინარეობს ბრძოლები საკუთარ თავთან, ეს ოდითგანვე იყო, ასე არის და რა თქმა უნდა ალბათ იქნება, მაგრამ ეს ყოველივე მიდის ძალიან დიდი დოზირებით, დიდი დოზით ხდება თვით ადამიანის საკუთარ თავთან ბრძოლა, შეჭიდება, ჭიდილი მიდის, იცით რა არის, თითქოს რაღაცას ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ ისინი და გადაბარნილები არიან მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ, მატერიალურ სიამოვნებაში, ამას თუ სიამოვნებას დავარქმევთ და მხოლოდ ყველაფრის თავს და ბოლოს დასაწყისს და წერტილს მხოლოდ და მხოლოდ აღიქვავენ ფულს. ასევე ყველაზე აქტუალური თემა რაც არის, ეს არის ურთიერთობების თემა და ასევე ფიქრობენ, რომ უმნიშვნელოვანესი მათთვის და ცხოვრების აზრი და ათვლის წერტილი არის მხოლოდ ქალი და მამაკაცი, მეუღლე, როგორც ცოლი, ასევე ქმარი და აი მეგობარი მამაკაცი ან მეგობარი ქალბატონი კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ურთიერთობებში ვართ, ყველა ურთიერთობებში უნდა ვიყოთ და ყველა სჭირდება სიყვარულით ანგმა და გვერდზე დგომა. თავისთავად, რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანებმა როგორც ასეთი რომ დაივიწყეს სულიერი მედიტაცია, თუ რისთვის არიან ისინი შექმნილები და პირველ რიგში რა მოეთხოვებათ მათ, თუ მათი სულიერი საზრდო აბსოლუტურად სხვა პროგრამიდან მომდინარეობს და აბსოლუტურად სხვა პროგრამაზე დგას. აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ესეთი ტაროს გაშლა, რომ რატომ ებრძვის ყველა ადამიანი თავის თავს და მხოლოდ რატომ არიან შებრყობილები აი ამ ფიზიკურ ქაღალდზე და აი ამ ურთიერთობებზე და იმის იქით რაღაც დაკეტილი არის მათთვის ეს საინფორმაციო შემეცნების პროგრამა, თუ როგორ შეუძლიათ უბრალოდ მათ იყვნენ ბედნიერები და იპოვონ თავი. ნებისმიერი დაუარება თემა არის ამასთან დაკავშირებით, თუ რით შეუძლიათ ისაზრდოვონ და ასაზრდოვონ გამოკვებონ მათ თავის სულები, თავის გონება და აი თუნდაც ის ფული რომ ექნება რა გააკეთონ, ყოველივე ფიზიკური ადამიანური მდგომარეობის გარდა რით დაკავდნენ და რით უკაცრავად და გააძღონ თავის სულები. აი ამაზე მინდა მე დღეს გავაკეთო ეს ჩემი გაშლა და შემოგთავაზებთ ეხლა და ვნახოთ, დავუსვათ ესეთი კითხვა ტაროს და ვკითხოთ, თუ რატომ ებრძვი შენ საკუთარ თავს, რატომ ებრძვი საკუთარ თავს და რა გინდა, რას ეძებ, რომ ვერ იპოვე, აი ესეთი კითხვა მინდა დავსვა, რატომ ებრძვი შენ საკუთარ თავს. ნახოთ მეგობრებო, გავშალოთ ეხლა და ნახოთ, ოღონდ იცით რას ვიზამ მე ამით ფიზიკურად არ გავაკეთებ მე სრულდით გაშლას, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ნუმეროლოგიურად და მოდით გავაკეთებ ორ ვარიანტს, ეს იქნება პირველი და მეორე და ორი ისეთი რიცხვი არის, რომ ეს არის ძალიან ისეთი მაგიური რიცხვი და აი ამ ორ რიცხვზე ერთ-ერთზე უნდა გააკეთოთ კონცენტრაცია, იმიტომ რომ პირდაპირ თქვენ შეგიძლიათ როგორც წარმოიდგინოთ, ასევე რიცხვს დახედოთ თქვენს წარმოსახვაში და წარმოსახვის გამომუშავება ძალიან მნიშვნელოვანი არის, რაც ანალოგიურად ეგეს დაკარგეს ადამიანებმა და მერე გააკეთეთ რიცხვიდან გამომდინარე გააკეთეთ არჩევა. თუ რომელი რიცხვი იქნება ერთიანი თუ ორიანი თქვენთან ახლოს და მაგის შემდეგ აუცილებლად გააკეთებს რეზონირებას დამიჯერეთ ტაროს არკანები. ნახოთ, რას ებრძვით საკუთარ თავში. რატომ ებრძვის საკუთარ თავს?
ნახოთ მეგობრებო, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აგერ არის ორივე გააკეთეთ კონცენტრაცია და ნახოთ რას გვეტყვის ჩვენი ესეთი ამხელა ინფორმაციული და ძალიან ძველი ტაროს არკანები. ნახოთ პირველი ვარიანტი. პირველ ვარიანტთან ძალიან ისე შედარებით რთულად არის სიტუაცია, მინდა გითხრათ, არაფერი ცუდი, უბრალოდ იცით რა არის, რატო ბრძოლობს პირველი ვარიანტი, მას გონია, რომ მისთვის აბსოლუტურად ყველა კარები არის დაკეტილი და აბსოლუტურად არც ერთი საქმე არ გამოსდის მას, ყველა კარი ჩაკეტილი აქვს, სადაც არ უნდა დააკაკუნოს, სადაც არ უნდა მივიდეს, არ ეხება მას კარები. მოდი ახლა ნახოთ ჩემო კარგო პირველო ვარიანტელებო, თუ რატომ ხდება ეს, ნახოთ ამის მიზეზი რა არის. ჩემო კარგო, თქვენ რა თქმა უნდა, პირველ რიგში გაქვთ ძალიან ბევრი კარმული ვალები გასასტუმრებელი, თქვენ რაღაცა არ აკეთებთ სწორედ. შეიძლება თქვენი პრობლემა იყოს ის, რომ თქვენ პროგრამაში ჩაუშვით ბრმად მინდობა ადამიანებთან. და აი აქედან გამომდინარე, ზოგჯერ ისეთი ბრაზი და აგრესია გიპყრობთ, რომ შეიძლება გინდოდეთ, რომ ვიღაცას რაღაცა დაუწვათ, გაუფუჭოთ და ასე შემდეგ რაღაც თქვენ თვითონ დაწვათ ბრაზისგან და ამტრიოთ და გაანადგუროთ რაღაცა, გააქვთ რაღაც ჩინაგანი აი ეს აგრესია, რაღაც იმედგაცრუებიდან გამომდინარე და დამიჯერეთ, რომ იმედგაცრუება მოდის იქიდან, რომ თქვენ არ გაქვთ თქვენი თავის იმედი. რაღაცებში შეგიძლიათ ჩაიხედოთ თქვენ თავში და იპოვით აუცილებლად ცოტა ღრმად რომ ამოქეკოთ, აუცილებლად იპოვით იმას, რომ თქვენი დასაყრდნობი არ არის თქვენი თავი და თქვენ ეძებთ დასაყრდნობს ვიღაცეებში, ანუ სხვა ადამიანებში. პირველ რიგში თქვენ თავში უნდა მოძებნოთ თქვენი საყრდენი და უფრო მეტი სიკეთე გამოვიმუშაოთ და დანდობა საკუთარი თავის პირველ რიგში და შემდეგ უკვე სხვების. პირველო ვარიანტო. მე არა როგორც ასეთი ტარო გირჩევთ თქვენ, რომ დაიწყოთ თქვენი კარმული ვალების გამომუშავება ბევრ ადამიანებზე არ მინდობით, ანუ მიენდობით ბრმად ხალხს და უფრო მეტად გააკეთეთ კონცენტრაცია თქვენს თავზე. იმიტომ რომ ეს უფრო მნიშვნელოვანი არის თქვენი განვითარებისთვის და თქვენი კეთილდღეობისთვის. ნახოთ აბა დასკვნა პირველი ვარიანტის. კი ბატონო. დასკვნა იქნება ესეთი, რომ თქვენ გაქვთ გეგმები და თქვენ გეგმებში მე გირჩევთ, რომ ამ შემთხვევაში არ ილაპარაკოთ თქვენ გეგმებთან დაკავშირებით ბევრ ხალხთან, იმიტომ რომ თქვენი გეგმები საკმაოდ კარგია და ესეთი მაღალი გეგმები გაქვთ და ამისთვის აუცილებლად კარგი იქნება თუ უფრო მეტად იქნებით სიმშვიდეში და სიჩუმეში, რადგან ძალიან ბევრი ყურმოდებული ადამიანი არის თქვენთან, რომელსაც უნდა თქვენი გეგმების და პირადი ზრახობის შესახებ გაიგოს, ერთ მომენტში გაიტანონ ამბავი ინფორმაციები, ანუ იჭორავონ, როგორც ჩვენ ქართველებმა ვიცით და ამის შემდეგ თქვენი გეგმის ენერგია დაიკარგება, გავრცელდება და აი ეს თქვენ ფიზიკურად აღარ დაგრჩებათ, აღარც რესურსი და არც იდეა, რომ შემდეგ ეს ყველაფერი განახორციელოთ. ასე რომ გირჩევთ სიჩუმეში, ბრძოლაში, სიმშვიდეში, სიკეთეში და საკუთარი თავის მოძიებაში და დანდობაში მიაღწიოთ თქვენ მიზანს და შეინარჩუნოთ უბრალოდ კიდევ ვიძახი სიმშვიდე და სტაბილურობა, სულიერი სტაბილურობა. აი ესა და ეს არის პირველი ვარიანტის აუცილებელი თხოვნა, რაც ტარო მოგცათ თქვენ. ნახოთ ეხლა, ნახეთ როგორი ენერგია პირველ ვარიანტს, რომ აქაც კი
აქაც კი გადმოიყარა ტაროს არკანები. ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი, რა ხდება მეორე ვარიანტთან. მეორე ვარიანტთან არის ძალიან ისეთი საინტერესო სიტუაცია აქაც მეორე ვარიანტს. რატომაც ებრძვის თავის თავს, ეს არის დაოჯახება შეიძლება მეგობარი შეყვარებული ასე უწოდებს, სხვანაირად არ გამოვა, ანუ ახლო ურთიერთობა ან მამაკაცთან, ან ქალბატონთან, ან დაოჯახება, გათხოვება, დანიშვნა და ასე შემდეგ, ანუ აი ეს რაღაც ურთიერთობები, რომლებშიც ახლა მეორე ვარიანტი იმყოფება, ძალიან სურს მას, ისე ნერვიულობს, ისე ემოციურად არის განწყობილი და ძირითადად ეს ყველაფერი მას უმძაფრდება სავსე მთვარეობის დროს, რომ მისთვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ნელ-ნელა გადავიდეს კანონთან, ანუ ურთიერთობაში, ანუ მიეცეს ამ ყველაფერს, ამ ურთიერთობებს თავისი სახელი და გახდეს კანონიერი, ანუ აი ამ ყველაფრის გამო ძალიან განიცდის მეორე ვარიანტი, შეიძლება იყოს ურთიერთობებშიც, ან არის ურთიერთობაში უკვე, მაგრამ ნუ რაღაც ვერ აკმაყოფილებდეს მას, ანუ ყველა ვარიანტში მე 95% ვიტყვი, რომ ადამიანი, რომელიც აი აქ ახლა მე ვხედავ, მას უნდა დაოჯახების სტატუსის კანონიერად მიღება და ზუსტად მაგაზე დაობს და ანუ აქვს რაღაც კონფლიქტები როგორც თავის თავთან, შეიძლება რამოდენიმე ოჯახის წევრთან რაღაც შეხვა შემოხლაც კი და აქედან გამომდინარე მისი მთავარი საფიქრალი რითის თავის თავს ჭამს და ანგრევს და ჩხუბობს, ეს არის რომ მივიდეს თავის აი მიზნამდე, რაც უნდა რომ მას გააკეთოს და კანონის სახით მოიყვანოს სრულყოფილებაში. ნახოთ ახლა მეორე ვარიანტს, რა დასკვნას დაუდებს ტარო. ნახოთ. აი მესამე ტარო არ უნდა ამომეღო, მესამე არკანი უფრო სწორედ, მაგრამ დამაინტერესა და ამოვიდე ხა მეგობრებო და დავამატე აგერ, რომ იცით რა არის მეორე ვარიანტო, ჩემო მეგობარო, რომ აი ესე გეტყვით თქვენ, რომ თქვენ კი გინდათ რომ მიხვიდეთ სრულყოფილებამდე და კანონიერად აქციოთ ეს ქორწინებად აქციოთ, აი ეს შეთანხმება, მამაკაცი იქნებით თქვენ თუ ქალბატონი, მაგრამ რაღაც თქვენი რთული ხასიათიდან გამომდინარე, უფრო ისეთი აგრესიული, ან რაღაც დაუფიქრებელი საუბრის, ან ესეთი კონტაქტის შედეგად, ხო? თქვენ აფრთხობთ, ასე ვთქვათ, თქვენს არჩეულ ადამიანს და იძულებულს ხდით მას, რომ წავიდეს ის თქვენთან და თქვენგან და როგორ ახართ იცი, აი თითქოს აი ესე ხან ესე, ხან ისე, ხან ესე, ხან ისე, ანუ სტაბილურობა მერყეობს, ანუ და რაღაც თავის ფორმას ვერ ღებულობს. მერე შემდეგ ხდება ესეთი სიტუაცია, რომ თქვენ შეიძლება ისევ მერე ურეკავთ, ან SMS-ებს აგზავნით და ეს რაღაც როგორ გითხრათ, თითქოს რაღაც გაშვებულს მე ელოდებით რომ უკან მოვიდეს, ანუ მიწერ და ელოდები რომ მე ისევ უკან მოგწეროს, ან დაურეკავ და მე ისევ ელოდებით რომ დაგირეკოს და დამიჯერეთ რომ ამ შემთხვევაში თქვენი რჩეული შეიძლება უბრალოდ ზის და შეიძლება აბსოლუტურად მერე საერთოდ აღარ ადარდებს და არის აი ესე თვით განცხრომაში. ამიტომ მე გირჩევ თუ თქვენ გინდათ რომ ეს ყველაფერი მივიდეს სერიოზულ ფორმამდე, უფრო მეტი დაფიქრება, უფრო მეტი სიმშვიდე, უფრო მეტი პატივისცემა, უფრო მეტი ხათრი და დაკვირვება გამოვიწვიოთ როგორც თქვენ თავთან, ასევე მასთან უფრო მეტი ზრდილობიანი ფორმა პირველ რიგში თქვენი თავისადმი, როგორც აი აგერ არის, მე არაფერს დავამატებ ზედმეც, რომ არ წავიდეს ის ადამიანი და მე ისევ არ მოგწიოთ
მიწერ-მოწერა რეკვები, რომ მე ისევ ის თქვენთან დაბრუნდეს, რომ მე ისევ არ წავიდეს. აი ესეთი უცნაური ის არის, ანუ თქვენი პრობლემა ძირითადად როგორც პირველი ვარიანტი და ასევე მეორე ვარიანტისთვის აქტუალურად მნიშვნელოვანი არის, რომ ის თავის თავთან ბრძოლაში არის, რომ ვერ ახერხებს, რომ თავის თავში გამოიმუშაოს აი ეს რაღაც დათმენის და მოთმენის ვალდებულება, რომ გქონდეს მას სტაბილური და მშვიდი ურთიერთობა. ნუ ედავებით თქვენ თავს, მეგობრებო, არ არის თქვენ თავთან დავა საჭირო, დამიჯერეთ. ის რაც თქვენია, ის აუცილებლად თქვენთან დარჩება. ან აუცილებლად თქვენთან მოვა. არა აქვს ამას მნიშვნელობა ეს თვეები დაჭირდება, ამას დღეები თუ წლები, ეს ასე არის. ყოველ შემთხვევაში ასტროლოგიურად ასე არის, ეზოთერულადაც ასე არის, ის რაც თქვენია, ის არცად სამყაროში არ იკარგება. ელემენტარულად ტანსაცმელი, რომელიც იყიდება, ფეხაცმელი, რომელიც იყიდება, ჩანთა მაღაზიაში ისდევს იმდენი ხანი, სანამ მასთან არ მივა თავისი პატრონი და ელემენტარულად ის თავის მომავალი პატრონი ვინც უნდა იყოს, ის არ იყიდის. ასე რომ თქვენ ამ ყველაფერზე კონცენტრაცია არ მოახდინოთ, უბრალოდ იყავით მშვიდები, უბრალოდ იყავით თქვენი თავისთვის ლაღები, თავისუფლების მოყვარულები იმ კონტექსტში და გაგებაში, რომ უბრალოდ გაალაღოთ თქვენი თავი და არ ედაოთ, არ ეჩხუბოთ და არ ამოწუროთ თქვენ თავთან ჰარმონიის რესურსი და არ დაკარგოთ თქვენი თავის დაჯერების უფლება, ასე ვთქვათ. ეს იყო დღევანდელი გაშლა, ჩემო მეგობრებო და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, გამოიწერეთ ჩემი არხი და დამიკომენტარეთ ვის რა გაშლა იქნება მნიშვნელოვანი და მე აუცილებლად შევეცდები რომ გავაკეთო ის გაშლები, რაც ჩემს მსმენელებს დააინტერესებს. კიდევ და კიდევ დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა სამყაროს და მშვიდობა მეგობრებო თქვენ და თქვენს მშვიდობას. ბედნიერად დაგემშვიდობებით.